დღეს უნდა მოეწოდებინათ ჩემთვის ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძის და ნათია მოგელაძის ქმრის, რომელიც დღეს მუშაობს პროკურატურაში. მათ ბინძურ საერთო საქმეებს. ჩემ ბოლო ინტერვიუში, კონკრეტულად ქრონიკაში, ყველამ შეგიძლიათ ნახოთ. ვამხელ გია ხუხაშვილს, გელა ხვედელიძეს, ლაშა ნაცვლიშვილს. ეს არის კლანი, რომელმაც ბიზნესები გადაიფორმა ვანო მერაბიშვილის კლანისგან. ძალიან ბევრი ინფორმაციას ფლობ. და კიდევ ერთხელ გვამბობ რა, ერთ-ერთმა პიროვნება, ქართული ოცნებიდან არ დავასახელებ ცხოვრებაში ვინ. მითხრა, შუბში ტყვიას დაგახლიან. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მორალურად დამახალეს შუბში ტყვია. საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ხალხისშვილი. ადამიანურად ნამდვილად თანაუგრძნობ და მიმაჩნია რომ ის რაც გავცევდა ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩემთვის ესეთი მეთოდებით ესე რომ ვთქვათ ადამიანის დამცირება, ხო? მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ყველაფერი ეს არის რაღაც კარგად დაგეგმილი პროვოკაცია მის მიმართ თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი საბოლოო ჯამში. და მე დღეს ვავცელებ განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ უნდა ეძებოს ამ ვიდეოს კვალი იქ, სადაც მას აი ამ დეზინფორმაციას მუდმივად აწვდიდნენ, იმიტომ რომ სრულ აბსურდამდე მივიდა გუშინ რაღაც მოგელაძე და მისი ქმარი ახსენა ჩემთან მიმართებაში. ქმარი საერთოდ არ ვიცოდი რომ ყავდა მოგელაძეს. ჩემის აზრით შესაძლებელია მიგნება შექმნილი ვითარებიდან თუ რა და როგორ, მე თავაზობ მას შევხვდეთ, ხო? და გავერკვეთ საერთოდ მთელ ამ ისტორიაში. იმიტომ რომ მე მეჩვენება რომ თვითონ აღმოჩნდა რაღაც კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი, ხო? მე მზად ვარ რომ მას ვაპატიო ის აბსურდი, რასაც ჩემზე აფრქვევდა ბოლო პერიოდში და კიდევ ერთხელ ვეუბნები რომ ეძებოს წყარო მთელი ამ ისტორიის, ალბათ მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში იქ სადაც მას ამ დეზინფორმაციას აწვდიდნენ.